ყაზახეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დასრულებულია. ინვესტიციების მზარდი ინტერესი და წარმოების განვითარების გეგმები საქართველოში. ასეთია ყაზახური მხარის სტუმრობის შედეგები. ვიზიტის ბოლოს მინისტრებს მარიამ ქრივიშვილმა ანაკლიაში უმასპინძლა და ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერებინა. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა უზბეკ კოლეგებთან საქართველოს შუა დერეფნის როლზე ისაუბრა და ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების უპირატესობაზე გაამახვილა ყურადღება. გარდა ანაკლისა, უზბეკებისთვის საინტერესო აღმოჩნდა წარმოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ინდუსტრიული ზონები. მარიამ ბერძენიშვილი დეტალებით. საქართველოს როლი შუა დერეფანში და ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები. ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქრივიშვილმა უზბეკეთის მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერებინა. მარიამ ქრივიშვილმა უზბეკ კოლეგებს ღრმაწყლოვანი ნავსადგურის უპირატესობები გააცნო და ხაზი გაუსვა იმას, რომ შუა დერეფანში აზიიდან ევროპის მიმართულებით და პირიქით პორტს ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით წამყვანი როლი ექნება. რაც შეეხება უშუალოდ სამუშაოებს, ანაკლის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერიტორიაზე ამ დროისთვის საზღვაო ინფრასტრუქტურის აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიოში წამყვანი ბელგიური კომპანია ქართულ პარტნიორთან ერთად ახორციელებს. პროექტის პირველი ფაზის დასრულება 2029 წლისთვის იგეგმება, რის შემდეგაც პორტის წლიური გამტარუნარიანობა სულ მცირე 600,000 კონტეინერი იქნება. ამასთანავე ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტი დიდი პანამაქსის ტიპის გემებს მიიღებს, რომელთა მიღებაც საქართველოს სხვა პორტებს არ შეუძლიათ. უზბეკეთი ცალსახად ადასტურებს ძალიან დიდ ინტერესს საქართველოსადმი, უშუალოდ ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით და განხორციელების თვალსაზრისით გამოიყო როგორც უკვე აღინიშნა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი, ისევე როგორც წარმოება ერთ-ერთ მთავარ ასე ვთქვათ მიმართულებად და ამდენად ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ ჩვენ პარტნიორებთან იმისთვის რომ ვიხილოთ გაზრდილი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, გაზრდილი ინვესტიციები უზბეკეთიდან, გაზრდილი ტურისტული ნაკადები და გაზრდილი ტვირთნაკადი უზბეკეთიდან საქართველოს მიმართულებით, რაც რა თქმა უნდა გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ჩვენი ქვეყნის როლს კონკრეტულად კი შუა დერეფნის კონტექსტში. გარდა ანაკლისა, უზბეკეთის მთავრობის წევრები ფოთის პორტსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასაც ეწვივნენ. მარიამ ქრივიშვილმა შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს პორტების სრულ მზაობას გაუსვა ხაზი. უზბეკეთის წარმომადგენლების განცხადებით, მათთვის საინტერესოა წარმოებისთვის საქართველოს ინფრასტრუქტურის, პორტებისა და ინდუსტრიული ზონების გამოყენება. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პერსპექტიული სფეროა საქართველოს ინფრასტრუქტურის, პორტების და ინდუსტრიული ზონების გამოყენება უზბეკი მწარმოებლებისთვის. არა მხოლოდ საქართველოს გავლით ვაჭრობისთვის, არამედ აქ წარმოებისთვისაც. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ანაკლისა და ფოთის პორტები მოვინახულეთ. ჩვენ დავათვალიერეთ ობიექტები და აღფრთოვანებულები ვართ ინფრასტრუქტურით. ასევე იმ სამუშაოებით, რომლებიც მიმდინარეობს გლობალურ ლოგისტიკაში საქართველოს სტრატეგიული როლის გასაფართოებლად და გასაძლიერებლად. განვიხილეთ რამდენიმე ვარიანტი უზბეკეთის ლოგისტიკური და წარმოების ჰაბის მოსაწყობად საქართველოს ერთ-ერთ პორტში. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ მთავრობასთან და პორტების ოპერატორებთან, რათა შევიმუშაოთ კონკრეტული და მყარი გეგმა აქ ჩვენი წარმომადგენლობის დასაფუძნებლად. ჩვენ მადლიერი ვართ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერისთვის და ორმხრივი ეკონომიკური პარტნიორობის გაფართოების ერთგულებისთვის. დღევანდელმა ვიზიტებმა აღნიშნულ სტრატეგიულ ობიექტებზე აჩვენა, რომ უზბეკეთისთვის აუცილებელია მონაწილეობა ამ სტრატეგიული ობიექტების განვითარებაში. ზოგადად ყოფნა ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ასევე ვიზიტის ფარგლებში მიღწეულ იქნა შეთანხმებები ელექტრონულ სანებართვო მოწმობებზე გადასვლასა და დერეფნის გამჭოლ ტარიფებზე. ანუ გამჭოლი ტარიფების შემოღება საშუალებას მოგცემს განმავითაროთ ის სარკინიგზო მარშრუტები, რომლებიც გადის უზბეკეთზე და ასევე საქართველოზე. დღეს უზბეკეთი აქტიურად მუშაობს ჩინეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთის რკინიგზის მშენებლობაზე. ეს საშუალებას მოგცემს გავზარდოთ დამატებითი მოცულობები, რაც ეტაპობრივად წავა შუა დერეფნის მხარეს. ამიტომ კოლეგებთან შევთანხმდით, რომ უკვე ახლავე დავიწყებთ მზადებას იმ დიდი მოცულობის თვირთებისთვის, რომლებიც შუა დერეფნის მეშვეობით გაივლის. უზბეკეთის დელეგაციის წევრებმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმში, სადაც ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებმა საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს. ამასთან პირისპირ შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან. მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა განიხილეს. უზბეკ კოლეგას შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც. როგორც საქართველოს, ასევე უზბეკეთის მთავრობის სურვილია, რომ გაძლიერდეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და ქვეყნებმა საინვესტიციო შესაძლებლობები მაქსიმალურად აითვისონ.